თქმა უნდა ვაგრძელებთ გადაცემას ოდიშის დილას, ოდიშის არხზე და გაგიბრუნდით სტუმრის ბლოკით და სტუმრებს დღეს თამუნა გაგვაცნობს. აუცილებლად მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, რომლებიც დილიდანვე ჩვენთან ერთად არიან და ამისთვის მადლობას გადავხდით. წარმოგიდგენთ რომან თოლორდავას პროექტის ავტორს და ხელმძღვანელს, სწორედ იმ პროექტის, რომელზეც საუბარი დღეს ჩვენ სტუდიაში გვექნება, ის ასევე არის ფოტოხელოვანი, სპალეოლოგი, თავისუფლელი ფოლკლორისტი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, ჩვენი კუთხის სასახლე და წარმატებული წარმომადგენელი, ბატონი ალექსანდრე ახვლედიანი. და ისინი ალბათ დღეს აი ამ წიგნზე ისაუბრებენ, რომელიც ჩვენთან სტუდიაში მოგვიტანეს. და რომელსაც საფუძველი სწორედ თქვენი იდეი და თქვენი ინიციატივით ჩაიყარა. ამ ყველაფერზე რო ისაუბრეთ. მე დავიწყო გამდინარე აქედან, რომ მინდა რომანის გაუვადნო, ცოტა რომანის საკმაოდ თავმდაბალი პიროვნებაა, შესაბამისად მას არ უყვარს საკუთარ თავის ძალიან ბევრი ლაპარაკი, უბრალოდ ჩვენი სურვილი პირველ რიგში გამომჩა დიდი მადლობა ტელეკომპანია ოდის რომ მოგვიწვიეთ და მოგვეცით იმის საშუალება რომ ჩვენს კუთხისთვის შექმნილ ამ საოცრად ძალიან მნიშვნელოვან წიგნს, რომელსაც მე ამ სტატუსით მოვიხსენიებ მხოლოდ და მხოლოდ მიეცით იმის საშუალება რომანის თავის ნამუშევართან ერთად რომ ზოგადად სამეგრელოს ჩვენი ქალაქის, ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის ცნობილი გამხდარიყო თუ რამხელა დიდი შრომა ამ ყველაფერს ჩადებული. ამიტომ პირველ რიგში მადლობა რომანის, რომ ესეთი ადამიანი არსებობს, ის ცხოვრობს ჩხოროწყოს რაიონში. მე მომწყვეტა რომ რომანის უფრო თბილისში იცნობენ ვიდრე სამეგრელოში, ამიტომ დღეს მე ტელეკომპანია ოდის და თქვენთან ერთად შევეცდები ეს ყველაფერი შევცვალო და ის ჩვენი პიროვნება და მისი ნამუშევრები ზოგადად ჩვენს კუთხეზე ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველასთვის საინტერესო გახდეს, რაშიც მე ეჭვი ნამდვილად არ მეპარება. მოგესალმებით თქვენ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მინდა უმეტეს მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და იმ ინტერესისათვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ ზოგადად სამეგრელოს მიმართ და კონკრეტულად ამ შემთხვევაში აი ამ პროექტის მიმართ. ბატონმა ალიკომ რა თქმა უნდა გადაამეტა, როგორც ყოველთვის ამეტებს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან კეთილშობილი ადამიანია და სამეგრელოს ეხება, მას ძალიან ახარებს. რაც შეეხება ამ პროექტზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 3 წლის წინ და ბატონი ალიკო იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც მაშინ მხარი დაგვიჭირა და თქვა, რომ ესეთი საებიჯო წიგნი და სახე სამეგრელოზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ფაქტობრივად მოვლილია სრულიად სამეგრელო, დაწყებული მისი ულამაზესი მწვერვალებით, დამთავრებული ზღვით. და ჩვენ შევეცადეთ ეს კრებსი გაგვეკეთებინა, ისევე როგორც კეთდება ევროპის ყველა ქვეყანაში, მან ყველა კუთხეს, ყველა ქალაქს გააჩნია თავის საიმიჯო წიგნი და ეს იყო ჩვენი პირველი მცდელობა სამეგრელოზე მსგავსი ტიპის გამოცემა გაკეთებულიყო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სულ რამოდენიმე კუთხეზეა საქართველოში გაკეთებული საიმიჯო წიგნი და მას ერთ-ერთი შეემატა და ეს იქნება სამეგრელო. და ახალი მოკლე ფიზიკური დახასიათება სამეგრელოსზე, ჩვენს მაყურებელს აქვს შესაძლებლობა ნახოს წიგნი, თავისი ილუსტრაციებით, ასევე ფოტომასალით და ასე შემდეგ. ანუ ეს რამდენი ტირაჟით გამოიცა და გამოიცა სტამბულში? დიახ, წიგნი დაიბეჭდა სტამბულში, აი მაკოვსეტის სტამბულში, ჩვენ გვინდოდა მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო პოლიგრაფია ევროსტანდარტებთან, ამიტომ ავირჩიეთ ის, რაც ამ ეტაპისთვის იყო ჩვენთვის ძალიან ხელმისაწვდომი და ხარისხიც მისაღები. რაც შეეხება წიგნის მოკლე გეოგრაფიულ დახასიათებას, მოგახსენებთ, რომ წიგნზე იმუშავა რამოდენიმე ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, მოკლე ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება გააკეთა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ქალბატონმა ნანა ბოლაშვილმა, რომელმაც ჩვენთან ერთად რამოდენიმე დიდი ექსპედიცია ჩაატარა და მოიარა მთელი სამეგრელო და მას ძალიან შევაყვარეთ თითეული კუთხე-კუნძული, ისედაც არაკლია ქალბატონ ნანა საქართველოს სიყვარული. მეორე დიდი მეცნიერი, რომელმაც სამეგრელო ბიოლოგიურად შეისწავლა, გახლავთ დავით ქიქოძე, ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, საოცრად ნიჭიერი ადამიანი, რომელიც შრომები ძალიან ბევრ ადგილას გამოქვეყნდა და მისი დამსახურებით კოლხურმა ყოჩილადამ, რომელიც ჩვენ გუნჯის ხეობაში ვიპოვეთ, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ბრიტანეთის სამეფო ბიოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოსცა სპეციალური წიგნი და სპეციალურ ჩანართში კოლხური ყოჩილადა, როგორც მსოფლიოს უიშვიათესი სახეობა, როგორც კავკასიისა და საქართველოს მიკროენდემი საბოლოოდ დაფიქსირდა და ამაში ბატონ დავით ქიქოძის წვლილი ძალიან დიდია და მე მადლობას ვუხდი იმ დიდი ამაგისათვის, რაც მან ჩემი კუთხისთვის და ჩემი ქვეყნისთვის გასწია. რაც შეეხება სამეგრელოს ისტორიულ მიმოხილვას, ის გააკეთა ისეთმა დიდმა ცნობილმა ადამიანმა, როგორც გახლავთ არქეოპოლისის საერთაშორისო ექსპედიციის ხელმძღვანელი, ვინჩესტერის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ბატონი დავით ლომიტაშვილი და მან ესე დაარქვა თავის წინასიტყვაობას კოლხეთიდან სამეგრელომდე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ ზოგადად რაღაც მეცნიერული კამათების დონეზე მე ვიტყოდი უფრო ასე ვიცი, რომ
თითქოს და სამეგრელოს ტერიტორია რაც შორს იყო და არ მოიცავდა ისტორიულ კოლხეთს და ბატონმა დავითმა დამაჯერებლად კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა. აქ საკამათო არც არაფერია, საქართველოს ისტორია იწყება კოლხეთით, საქართველოს ისტორია გრძელდება დღემდე და მის შემადგენლობაში სამეგრელო არის როგორც მკვიდრი ნაწილი, როგორც ისტორიული მემკვიდრეობა დიდი კოლხური სახელმწიფოს. და წიგნის პრეზენტაცია თუ შედგა უკვე ბატონო? არ შემდგარა წიგნის პრეზენტაცია, ჯერჯერობით ჩვენ ამ თემაზე ვფიქრობთ. წიგნის მთავარი რედაქტორი გახლავთ ბატონი ბადრი ვადაჭგურია, წიგნის ართ-რედაქტორი გახლავთ ბატონი გუგა ჩანადირი და ჩვენ ერთობლივად გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ამ წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით. მანამდე კი ესე გავაკეთეთ სოციალურ რეჟიმში, Facebook-ის სოციალურ გვერდზე განვათავსეთ თითეული ფოტო ამ წიგნისა, რომ ფართო აუდიტორიას გქონდეს საშუალება იმ დროს დაათვალიეროს ფოტო, როცა მას ცალია და ანუ არ იყოს დროში შეზღუდული ერთ კონკრეტულ გალერეაში არ მიუწევს დაუშვათ 7 საათზე მისვლა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელ კი არა, როცა უნდა შევიდეს Facebook-ზე, ნახოს და დაათვალიეროს და კონდეს ბევრჯერ დაათვალიერების და ისე ვთქვათ კრიტიკის გამოთქმის საშუალება. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს გადაცემას აქვს ექსკლუზივი ბატონი ალექსანდრე ახვლედიანის წყალობით, რომ ამ წიგნზე გვესაუბრა დღეს და თქვენ ყოფილიყავით სტუდიაში. რაც შეეხება პრეზენტაციას, ბუნებრივია წიგნის პრეზენტაცია ქვეყნის მასშტაბით აუცილებლად გაკეთდება და ის ალბათ პროექტში აქვს ბატონ რომანის, მაგრამ მე მინდა ცალკე პრეზენტაციას ვთქვათ ზუგდიდისთვის გავაკეთოთ, თუ ადგილობრივი ხელისუფლების ნება იქნება და დაგვითმობენ გალერეას, მინდა აუცილებლად ამისთვის დრო გამოვყოთ, იქაც მოგიწევთ აუცილებლად, რომ უკვე ზოგადად ასე ვთქვათ, ყველასთვის ხელშესახები იყოს და ხელმისაწვდომი იყოს რომას საქმიანობის და მისი შემოქმედების ახლოდან გაცნობა. და საზოგადოება მეტად ინფორმირებული გახდეს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და ბატონო ალექსანდრე, თქვენ იღებდით მონაწილეობას ექსპედიციებში ასევე და აი როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდში შთაბეჭდილებებს? მე კიდევ მეორე ნამდვილად თანამდებობის გამომდინარე არ ვიძახი, მე რომა და ჩემი მეგობრობა უკვე ბევრი წლები აქ გრძელდება და შესაბამისად გამომდინარე იქიდან რომ თან მიყვარს ამას ვერ დავმავალ, რომა მომცა იმის საშუალება რომ ძალიან ბევრ საინტერესო ექსპედიციაში მონაწილეობა მიმეღო და საოცრად დიდი ადამიანების ჯგუფთან მქონოდა ურთიერთობა, რომელთანაც რომანის წყალობით მე დღესაც მეგობრობ, დღესაც ვაგრძელებ ურთიერთობას. გავიხსენებ ტობავარჩხილის ექსპედიციას, სადაც ექსპედიციის წევრები იყვნენ ერთი ევერესტის დამპყრობი, რამოდენიმე ევერესტის დამპყრობი, საუბარი არ არის ადამიანებზე, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს მთაში ნანახი და ძალიან ბევრი მწვერვალი აქვს ნანახი, საოცრად საინტერესო ადამიანები და ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო იყო ის, რომ თუ რამდენად მათთვის იქნებოდა საინტერესო სამეგრელოს მთლიანეთი. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს და მოსწირებს აზრი თითქოს მყინვარების სამეგრელოში არ არის. და ჩემთვის იყო ეს საოცრად სიახლე, როცა აი ეს თითქმის ყველა მსოფლიოს უდიდესი მწვერვალი მოვლილი ადამიანები აფიქსირებდნენ არა ჩვენს მუდამი სიმპათიების გამო, არამედ უკვე თვითონ აქტუალურები იყვნენ, რომ ჩვენ არ ვიცოდით, რომ კი არსებობს ცალკე ტბა სადღაც მთებში ხომ, არსებობს ცალკე მყინვარი, მაგრამ ყველაფერი ერთად თავმოყრილი და ესეთი ლამაზი და რომანტიკული იშვიათობა იყო მათთვის. ფაქტიურად იმ ექსპედიციიდან მიეცა ბიძგი იმას, რომ რომანი დააწუნდა იმაში, რომ სამეგრელოზე მუშაობა და მისი ხედვა აუცილებლად დასჭირდებოდა მის ქვეყანას და მან განზე გადადო ყველაფერი. ესთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ, მე ხალხს კიდევ ერთხელ ვესვამ, რომ ეს ფანატიზმის დონეზეა ყველაფერი აყვანილი, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ რომანის ფინანსური იმდენი შეტაბებები არ აქვს, რამდენიც შინაგანი ინტელექტუალური პოტენციალი ალბათ, მაგრამ მაინც მოახერხა და მოხდა ის რაც მოხდა და აგერ არის ეს წიგნი და ეს ნამუშევარი. მე ალბათ კიდევ ბევრჯერ მომიწევს რომანისთან ერთად სხვადასხვა ექსპედიციებში ყოფნა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია და ზოგადად ჩემი ქვეყნის კიდევ ერთი კარგად შესწავლისა და ზოგადად ხელის ჩამოყალიბების საშუალება, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. არასდროს ისე რომ რაღაც ერთ წამში ისწავლო და მე არ ჭირდება ამის განვითარება. რამდენი ხანი მუშაობდით, ანუ რამდენი დროს მოითხოვდა კონკრეტულად ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავეთ 3 წელი. თავდაპირველად მოხდა მთელი ფოტოების აკუმულირება და ახლობით იყო 25000-მდე ფოტო, რომელიც რაღაც მეავადში 3000 ფოტო. 3000 ფოტოდან შემდგომ თემმა ჯგუფმა ვინ შემოქმედებითად მუშაობდა წიგნზე, გადააწყო და ახლობით 150-მდე ფოტო, რომელიც ამ კონკრეტულ წიგნში უნდა მოხდებოდა. სამუშაო იყო ძალიან ფაქიზი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან არ ვენდებოდი ჩემ თავს, ამიტომ მე ვთხოვე ბატონ ბადრი ვადაჭგურიას და გუგა ჩანადირს ემუშავათ ამ პროექტზე და მოეცათ ჩემთვის ის რჩევები, რასაც ისინი საჭირო ჩათმდნენ, თქვა ყველაფერი.
პირდაპირ ჩემ თავად მიზანი იყო ეს წიგნი გაკეთებული იყო სამი კატეგორიის ადამიანებისათვის, უპირველეს ყოვლისა ჩემი პატარების თაობისათვის, ჩემი შვილების თაობისათვის, რომათ ენახათ გადაეფუსლათ ეს წიგნი და ქონდათ ინტერესი და რაღაც ქვეცნობიერში ჩაედოთ ის, რომ თუ რა ლამაზი ქვეყანა აქვთ და რო გავიზრდები ეს ქვეყანა აუცილებლად უნდა ვნახო. აქედან იბადება პირველი მარცვალი პატრიოტიზმის, რომელიც მე ძალიან დიდხედ იზრდება. მეორე თაობა იყო ეს თაობა, რომელიც იყვნენ საკმაოდ ჯანიანები და ბრგევაშკაცები, თუმცა შემოვლილი არ ჰქონდათ თავიანთი კუთხე და ქვეყანა და მათაც მინდოდა დაესვათ კითხვა და როცა ნახავდნენ ამ წიგნს, სად არის ეს ადგილი, რომ თვითონ გაჩნდათ ინტერესი და ენახათ. და მესამე იყო თაობა, რომლებიც ბრძოლანი ადამიანებისგან შედგებოდა, სამწუხაროდ მათ უკვე ჯანიანობა და ფიზიკური ბალანსდებოდათ საშუალებას, რომ ბევრი ემოგზაურათ, მაგრამ იტყოდნენ, რომ მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კუთხის ესა და ეს ადგილი თუნდაც წიგნში, თუნდაც ესეთი სახით ვნახე და მე უკვე შემიძლია წარმოდგენა მქონდეს ჩემს ქვეყანაზე, როგორც ულამაზესა და უნიკალურზე და მე ასევე ამ წიგნზე მუშაობის დასრულებისას ერთგვარად ხაზი გავუსვი იმას, რომ საქართველოს სამეგრელო არის ამ ეტაპისათვის ერთადერთი რეგიონი, სადაც თავმოყრილია მყინვარი, მწვერვალი, ტბა, ჩანჩქერი, ზღვა, მინერალური წყალი, რაც მთავარია, მღვიმეები, ფსკულები და შახტები ერთ რეგიონში. არა სახელმწიფოები, რომლებსაც ეს გააჩნიათ განფენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ესეთ რეგიონში ესე მოკლედ ამის აკუმულირება არის ძალიან იშვიათობა და რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ისეთი ადგილები, არ მოვეყდები ამის ხმამაღლა თქმას და ტირაჟირებას, რომლებიც თავიანთი პირველი ქმნილობით და ხელშეუხებლობით აღემატებიან სოფლიოში ძალიან ბევრ ცნობილ ადგილს. ამიტომ მინდა რომ ძალიან ბევრი იარონ ჩვენ ახალგაზრდებმა ნახონ ჩვენი ქვეყანა, ყველა მიცით რომ ეს გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ გულობს გადაუღები ხელით იჭმევაო და შეიძლება მინიმალური დანახარჯით მათ ისეთი რაღაცა ნახონ, რაც სულიად შეავსებს, რაც სტიმულს მისცემს შემდგომი განვითარებისათვის და რაც კიდევ ერთხელ დაარწმუნებს იმაში, რომ ეს იმდენად ძვირფასი ქვეყანაა, რომ ჩვენ არც ერთი გოჯი აღარავის აღარ დაუთმოთ. მე ასე ვიცი, რომ თქვენ ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები გაქვთ. გაგვაცანით და გაგვამდეთ. სამომავლოდ ჩვენ გვაქვს ესეთი გეგმა, ანალოგიური საიმიჯო წიგნი გავაკეთოთ სვანეთზე, ამ თემაზე დავიწყეთ მუშაობა, ძალიან ტევადი თემა გახლავთ სვანეთი, მას ფაქტიურად მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მთელი ტერიტორიები იუნესკოს დაცული ტერიტორიების ზონაშია შეცვლილი, რაც მთავარია ჩვენ მინდა ახლა ვიმუშაოთ სვანურ ხასიათზე, წიგნში სულაც აირეკლოსის, უშბასავით, გულზვიადი და თეთრმუხტივით სპექტაკლი ხალხის ეს ვთქვათ სახე, ძალიან რთული თემატიკა გახლავთ, მანამ კი ჩვენ ამ ზაფხულს ველოდებით ჩვენს მეგობრებს საფრანგეთიდან, სპელეოლოგებს და ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიჩერებია კარსტული მასივების კვლევა, ეს მე ვფიქრობ სამეგრელოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ტურისტულად, არამედ ეკონომიურად, ვინაიდან საფრანგეთში ერთ მღვიმე შეუძლია წელიწადში 8 მილიონი ევრო მოუტანოს ბიუჯეტ შემოსავლის სახით და ეს არ არის პატარა თანხა. ზოგ შეიძლება შეიძლება გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ ვისაც გადამეტებულად ეჩვენება, შემიძლია უთხრა, რომ ამიერკავკასიაში საქართველო არის ერთადერთი კარსტული სახელმწიფო, სხვაგან კარსტები არ მოგვეპოვება და საქართველოს 17% ტერიტორიის არის კარსტული. როცა პროცესები სწორად წავა და დაიგეგმება, ეს 17% შიდა მოხმარებასაც არ ეყოფა იმდენად მნიშვნელოვანია, ამიტომ აქ საუბარია ძალიან დიდ ბიზნესზე და ძალიან დიდ ტურისტულ მომავალზე, თუ რა თქმა უნდა, ყველაფერი სწორად დაიგეგმება, თუ ჩვენ ამ პროცესებს სწორად ჩავყვებით და მოხდება იქ გეოფიზიკური გამოკვლევების გაკეთება, რაც ესე აუცილებელი გახლავთ ჩვენი კუთხისათვის. და ალბათ საერთაშორისო დონეზეც მოხდება დაინტერესება, ან თუ გიცდიათ. დიახ, საერთაშორისო დონეზე ჩვენ საქართველოს პერმო კავშირთან ერთად დიდი ხანია მუშაობთ, მოგეხსენებათ ეს ძალიან დიდი და პატრიოტული ორგანიზაცია, რომელსაც ბატონი მამუკა ნიკოლაძე ხელმძღვანელობს. ბატონი მამუკა მოახერხა ის, რომ 2004-2005 წლებში ჩვენ გავაკეთეთ დიდი საერთაშორისო ექსპედიცია, სადაც 60 ევროპელი მეცნიერი ღებულობდა მონაწილეობას. ამ ექსპედიციის ყვალობაზე აღმოაჩინეთ 32 ახალი მღვიმე და უსკული, რომელთა გამოკვლევა მოხდა ულტრათანამედროვე საშუალებებით. ფრანგულმა მხარემ გარბატონმა პროფესორმა ნატალივანემ უზრუნველყო შეერება ხავადოვანას უსკული, რომლის შეღებილი წყალი გამოვიდა შემდგომ შორობულუს კანიონში. თქვენ მოგეხსენებათ, ხავადოვანას უსკული მოთავსებულია ციფურიას ტაფობზე, ხოლო რადიკალურად სხვა მხარეს მდებარეობს შორობულუს მღვიმე და მისი განმუხტვითი წყლები. ნახშირის სენსორები იქნა ჩადგმული, სენსორების ამოღების შედეგად ანალიზი გაკეთდა ფრანგულ ლაბორატორიაში, მივიღეთ დასკვნა, სამეცნიერო დასკვნა, რომ ციფურიას ტაფობის ხავადოვანას უსკული უკავშირდება შორობულუს განმუხტვით წყლებს და ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა ჩვენთვის, იმიტომ თუ გეოფიზიკური გამოკვლევები ზუსტად დადგინდა ის სიღრმე, სადაც შეიძლება გაიჭრას ხელოვნური გვირაბი და ეს დიდი მონაკვეთი გაიხსნა, აქ საუბარია მინიმუმ 14 კილომეტრზე,
რომელიც ძალიან დიდი ფუფუნება გახლავთ საქართველოში, თუმცა მელოშრიმე ერთი მხარე არის 7 კილომეტრი. და აქ საუბარი მარტო ერთ მხარე 14 კილომეტრზე ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო სპელეოლოგიისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არამედ ჩვენი კუთხისთვის და ეკონომიკისთვის. და ბატონო ალექსანდრო, მე თქვენთან მექნებოდა კითხვა, როგორც მოყვარულს, როგორ შეაფასებდით მოცემულ ფოტო, ასე ვთქვათ, ფოტოებს, ალბომს კი. ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და რაღაც არაჩვეულებრივი ფოტოებია განთავსებული. ანუ ამ კუთხით რო ვისაუბროთ და ამ კუთხითაც გავაცნოთ ეს წიგნი მაყურებელს. დიდი საუბარი, ჩემთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღეა. გამომდინარე იქიდან, რომ როცა უკვე რომას თავიდან, როცა პრეტენზია არ ჰქონდა, წიგნი გამოეცა, უბრალოდ ფოტოაპარატი აიღო და ესე და მივდიოდით ექსპედიციებში, ის უბრალოდ ძალიან ლამაზ ხედებს იღებდა. იმ დღიდან, როგორც იმის გადახდებას ხედავდი, გრძნობდი, რომ ძალიან სერიოზული ფოტოხელოვანთან მქონდა საქმე. ანუ ადამიანთან, რომელსაც ჰქონდა სერიოზული ხედვა, სერიოზული თვალი, როგორც იტყვიან, გემოვნება და შესაბამისად მას ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ყველაფერთან ძალიან ახლოს მისულიყო, რომელიც ძალიან ძნელად მისაწვდომია ბევრი სხვა ფოტოხელოვანისათვის. და მე მოვსწრებდი, რომ ყოველთვის მისთვის ხარი დამიჭირა და ვეუბნებოდი, რომ შენ განსაკუთრებული ფოტოხელოვანი შეიძლება რომ გახდე, იმიტომ რომ აქ ყველა ფოტოს ეტყობა, რომ ეს სიყვარულით გაკეთებულია. არც ერთს არ ազდის კომერციის სუნი, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ეს უფრო ადამიანის შინაგანი ბუნების შინაგანი ხედვის, შინაგანი გემოვნებისა და სურვილის შედეგია და არა რაღაც დაკვეთის. ხო გესმით რას ვიზახი. აქ გამომდინარე იქიდან, რომ მთა ბუნება მდინარეებზე, ნუ ამაზე რომანს ბუნებრივია თავისი შეხედულებები აქვს და ჩვენ ამაზე უკვე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. იქ არის ძალიან იშვიათი ყოფითი სურათები, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ ესეთი იმდენად ემოციურად დაკვეთულია და იმდენად მნიშვნელოვანია თავისი თემატიკით, რომ მსგავსი ანალოგები შეიძლება რომ ძალიან ბევრი ფოტოხელოვანის ნამუშევარი ნახოთ და ვერც მოვიძიოთ. თუნდაც ერთ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ, როცა რომანის უდიჩი იყო ჩამოსული და რუხისიხეს ვიგებდი ჩვენ, შემთხვევით ჩვენმა მეგობარმა საერთოდ სხვა რაღაცას მიაქცია ყურადღება. იქ ნახავთ თქვენ ძაღლს როგორ აჭმევს კატას ძუძუს აწევს. შეიძლება თქვენ ესე გადაგები სოფელ რუხში. მართლაც საოცარი ფოტოა და ეს იყო სოფელ რუხში ეს გადაღებული და ჩვენ როცა დავჯექით და ამ ფოტომ უკვე სამი გაგვაუგნა დავიწყეთ სახელის შერჩევა ამ ფოტოსთან დაკავშირებით. ნუ სხვადასხვა ვერსიები თქვით, შესაბამისად ახლა ეს იყო ჩვენს სამწუხაროდ დაკარგული აფხაზეთის ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელთან გადაღებული სურათი, ჩვენ მას დავარქვით მორდუობა, ანუ როგორც სხვისთვის შეიძლება ეს ფოტო არ ყოფილიყო იმდენად ჩვენთვის სამეცნიერო სამეცნიერო ფასი იყო და ჩვენ ვთქვით, რომ ეხლა ადამიანებმა დაუვიწყეთ ეს მორდუობის ულამაზეს ტრადიცია და ერთმანეთს თოფი დაუშინეთ და ცხოველებმა შეინარჩუნეს და ამ შემთხვევაში ცხოველები გამოდგნენ მაგალითად, როგორც შეიძლება ეს იყო აკორდი ამ წიგნისთვის შექმნილი ფოტოების და რაღაც ზოგადად ფუფუნება საჩუქარულით მოგცა ბუნება, რომ აი ბოლოს აი აფხაზეთის თემა შეგვახსნა თითქოს ამ კადრით, ხო და ჩვენ ამაზე კიდევ ერთი სამჯიქას დავუდგეთ და იმდენად სენტიმენტალისტები გავხდით, იმდენად ემოციური გახდა ეს ფოტო. თითქოს ამ ფოტოში ჩაიდოს, რომ ჩვენი აფხაზების და ქართველების იყო შეუძლებელი, იმდენად დიდი ტრადიციები გვაკავშირებდა. ამიტომ მოვთვლი, რომ მე სულ ასახელებდი და სულ რომელსაც ვეუბნებოდი, რომ ფოტოგრაფია ზოგადად, ხომ ზოგადად ფოტოგრაფია ეს რა არის? ესთეტიკური გემოვნების, სულიერების და ბუნებრივი ტექნიკის ნაზავი, ხო? ამ ოთხივე კრიტერიუმს რომელს ნამუშევრები ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე აკმაყოფილებს. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, მე როგორც მისი შემოქმედების ესე ვთქვათ. მე ასე მგონია. და ჩვენ მივცემთ შესაძლებლობასაც თითოეული ფოტო ახლოდან ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. ეს არ იქნება ზედმეტად თავსმოხვეული სარეკლამო ტრიუკი, ნამდვილად გულწრფელად ვიტყვი, რომ ყველა ვისთვის ეს ძვირფასია საკუთარი კუთხის ისტორიის, მისი ეთნოგრაფიული თუ გეოგრაფიული მდებარეობის ცოდნა, ამისთვის არის არაჩვეულებრივი მასალა აქ თავმოყრილი და მე მგონია ეს ძალიან ბევრი თუ არა უმეტესობა ჩვენი მეგრული ოჯახების ბიბლიოთეკებში ეს წიგნი გაჩნდება, უდაოდ დარწმუნებულია. ბიბლიოთეკაში იყიდება, სამაგეროში ბიბლიოთეკის მაღაზიებში შეგიძლიათ იყიდოთ და შეიძლება. შევიცენთ და ჩვენ ძალიან ბიბლიოთეკაში ადამიანს გაუჩნდება სურვილი, აი ამ გადაცემის ნახვის შემდეგ, ვინც თქვენ არ გიცნობდათ, თქვენ შემოქმედებას არ იცნობდათ, დღეიდან უკვე ვიფიქროთ აი ამ წიგნის შეძენაზე მართლაც საგანძურია. შეიძინოს თამუნად აგეთანხმები და უფრო ახლოს მიიტანოს ბატონი რომანის შემოქმედება გულთან.
ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი საუბარი ამ წიგნის შესახებ და ზოგადად სამოგრელოს შესახებ და უნდა გავიდეთ მუსიკალურ პაუზაზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ ვიცით რომ ტელეკომპანია ოდიში უამრავად აკეთებს ამ ყველაფერს. მინდა ჩვენს ტელემაყურებელს კითხავ ერთხელ შევახსენო რომ მსგავსი ტიპის გადაცემები ძალიან ძვირია. ტელეკომპანია ოდიშმა მოგცეს საშუალება ეს კიდევ ერთი ხაზგასმა მხარდაჭერისა რომანტიკულდაოს შემოქმედებისა. დიდი მადლობა ისთვისაც მინდა თქვენ ყველა თქვენს მესვეურს და პირადად თქვენ გადაგიხადე ამ საინტერესო. დიდი მადლობა. შეგებ წარმატებებს. დიდი მადლობა თქვენი სტუმრობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ვიყავით დილიდან ჩვენთან ერთად და ესეთი საინტერესო დილა გავუთენდეთ ჩვენს მაყურებელს.